COVID პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების საერთაშორისო საბაზრო ფასის მკვეთრად შემცირების გამო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროექტს ახორციელებს იმისათვის, რომ ვაშლის აღების სეზონზე დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, ფერმერებს არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა და მიიღონ შემოსავალი. შემუშავდა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელისშეწყობის სახელმწიფო პროექტი. საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე შემოგვიერთდება ამ თემაზე სასაუბროდ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ლაშა, მადლობა დრო რომ დაგვითმეთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, მოგესალმებით ყველას. ბოლო მონაცემები როგორ მიმდინარეობს არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი? კი ბატონო, პირველ რიგში მინდა თქვა, რომ არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება მიმდინარეობს შეფერხების გარეშე. უკვე დღესდღეობით გადამუშავებულია 51,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ასე ვთქვათ, მოსახლეობამ დაახლოებით მიიღო 9 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც ბუნებრივია სახელმწიფო სუბსიდია, ანუ 10 თეთრი მიდის საწარმოებში, როდესაც საწარმო გადაუხდის 22 თეთრს იმ ადამიანებს, ვინც ჩააბარებს. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს ვაშლის ჩაბარება, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია, ჩვენ თითქმის კვირაში რამოდენიმეჯერ შემოვლით სოფლებს ხოლმე, გამოვკითხავთ მოსახლეობას და გარწმუნებთ, რომ საკმაოდ დიდი არის კმაყოფილება ამ პროექტით, საიდანაც მოსახლეობამ მიიღო საგებია. რამდენი კომპანიაა ჩართული არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესში? დღესდღეობით ჩართულია 14 კომპანია, მათ შორის არა მხოლოდ შიდაქალში, არამედ ასევე არის სამცხე-ჯავახეთში და კახეთშიც. ეს საწარმოები დაახლოებით დღეში მიმდინარეობს 600-დან 800 ტონამდე საშუალო ვაშლის ჩაბარება ჯამში, რაც საკმაოდ დიდი მოცულობაა და რა თქმა უნდა, ამით ხელს უწყობთ მოსახლეობას, რომ მოსახლეობა მიიღოს, ესე ვთქვათ, შემოსავალი ამ არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შემდგომ. ბატონო ლაშა, კიდევ ერთხელ რომ დავაკონკრეტოთ, რა რაოდენობის ვაშლის ჩაბარება მოხდა ამ ეტაპამდე და მაყურებლისათვის რომ განვარტოთ, რაში გამოიყენება არასტანდარტული ვაშლი? კი ბატონო. პირველ რიგში კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩაბარებულია 51,700 ტონა ვაშლი. ეს ვაშლი, როდესაც საწარმოში მიდის, გადამუშავდება და ხორციელდება ზოგან წვენის დამზადება, ზოგან კონცენტრატის. თქვენიცით, რომ კონცენტრატი გადის ექსპორტზე. ანუ ფაქტიურად ფერმერს უხდის საწარმო 22 თეთრს, ეს არის აუცილებელი, რის შემდეგაც სახელმწიფო საწარმოს აუნაზღაურებს 10 თეთრს 1 კილოგრამ ვაშლს. რა უკაცრავად როდემდე გაგრძელდება ვაშლის ჩაბარების პროცესი, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი? კი ბატონო, სიამოვნებით, ამ ეტაპისთვის გაგრძელდება 1 დეკემბრამდე. ბუნებრივი არის ჩვენ სწავლობთ ასევე რაესურს, სწავლობთ რა რაოდენობას არის დარჩენილი და მთავრობა და შემდეგ სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას გაგრძელდება თუ არა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის 1 დეკემბრამდე არის ვადა, სადაც შეეძლებათ ქართულ ფერმერებს ჩააბარონ არასტანდარტული ვაშლის საწარმოებში. დიდი მადლობა პასუხებისათვის. საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე საუბრობდა მაესტრო რეგიონების პირდაპირ ეთერში.